ამასობაში უკრაინაში 20 იანვარია და ამ ვიდეოში მოვყვები რა მოხდა საინტერესო ფრონტზე ბოლო 2-3 დღის განმავლობაში. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ჩემი YouTube არხი, Facebook გვერდი და Telegram არხი. აგრეთვე გააკეთეთ დონაციები, ანგარიშის ნომრები მითითებულია პროფილზე. ხო, რა მოხდა ახლა საინტერესო, დავიწყოთ უკრაინელთა წარმატებებით. უკრაინელთა წარმატება ის იყო, რომ უპილოტოები ურტყავდნენ რუსეთის ტერიტორიაზე ძირითადად ნავთობაზებს. რამოდენიმეს გაარტყეს კიდევაც რუსებს გაუძვრათ ეს უპილოტოები კალუგაში და ტულაში, აგრეთვე ვორონეჟის ოლქში გაარტყეს მოკლედ ამ ნავთობაზებს და ხანძარი გაუჩნდა იქ რეზერვუარებს. ხო, მანამდე რამოდენიმე დღით ადრე სარატოვში ოლქში, ენგელსში გაარტყეს იქ აგრეთვე ნავთობაზას. მოკლედ რაღაც მომენტი იყო 4 ბაზაზე, ნავთობაზაზე იყო ერთდროულად ხანძარი. ხო, საპასუხოდ რუსებმა ისკანდერებით დაარტყეს ზაპოროჟიეს და კიევს. ხო, კიევში 2 ისკანდერი ესროლეს, ერთი მოხდა რაღაც საკონსტრუქტორო ბიუროს, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი საკონსტრუქტორო ბიუროა და მუშაობს ამ ნეპტუნის ტიპის რაკეტებზე და რაღაც სხვა მოკლედ რაკეტებზე. მეორე როგორც ჩანს ჩამოაგდეს, მაგრამ უკვე დაშვებისას და ეგ რაღაც მაგდონალდთან დაეცა. ხო, და მსხვერპლიც იყო 4 კაცი მოკვდა, როგორც უკრაინელებმა განაცხადეს. ზაპოროჟიესში 2 დარტყმა იყო, ერთი დღის ინტერვალით. თავიდან დაარტყეს მოკლედ სამხედრო დანიშნულების ქარხანა ისკრა, იმას 2 ისკანდერი მოხდა. როგორც რუსები იძახიან, ეს ქარხანა გამოიყენებოდა დასავლური ტექნიკის რემონტისთვის, კერძოდ ჰიმარსების. და მეორე დარტყმა იყო საავიაციო კოლეჯზე. აქაც ხალხი დაიღუპა, როგორც რუსები იძახიან, დანიელი ვინმე ჰანსენი მოკლეს, რომელიც მომხრინავე იყო ადრე და ახლა ინსტრუქტორი იყო F-16-ების მართვას ასწავლიდა მოკლედ უკრაინელებს და ამ დარტყმის შედეგად ეს მოკალითო. უკრაინული და დანიური წყაროები არაფერს არ იძახიან ამ თემასთან დაკავშირებით. ხო, ახლა უშუალოდ ფრონტზე რა ხდებოდა. მოკლედ 3 ლოკაცია ამ მომენტისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი რა. სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიდის და რუსები უტევენ. ეს არის ვილიკაია ნოვოსილკა. წინა ვიდეოში ვთქვი, რომ პრაქტიკულად ალყაშია ეს დასახლებული პუნქტი და გუშინ დაიწყეს შტურმი რუსებმა. შესულები არიან მოკლედ ამ ვილიკაია ნოვოსილკაში და სამხრეთი და ჩრდილოეთი ნაწილი დაკავებული აქვთ უკვე რა. ერთადერთი გასასვლელი არის აქეთ ჩრდილო-დასავლეთისკენ, აქაც დინარია გადასალახი და ono მოკლედ ვინც ვილიკაია ნოვოსილკაში ჩარჩა მოკლედ. ძალიან საეჭვია რომ გააღწიონ აქედან. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ეს არის პაკროვსკის მიმართულება. აი აქ მიდის ბრძოლა. აი აქ არის მნიშვნელოვანი სოფელი კოტლინო. და ამის დიდი ნაწილიც უკვე დაკავებული აქვს რუსებს. ახლა შახტების სამმართველოა. ორითია ეს მნიშვნელოვანი, ესე იგი მასზე გადის გზა ერთ-ერთი მომარაგების პაკროვსკის, მეჟევიკა პრაკროვსკი და შემდეგ კოტლინოს აღების შემდეგ გადიან პაკროვსკის მომარაგების მთავარ ტრასაზე. ეს არის E50 ქვია ამ ტრასას რა. რომელიც მოკლედ პაკროვსკს აკავშირებს პავლოგრადთან და იქით დალშე დნეპრთან და ეს ტრასაც თუ გადაიჭრა, ფაქტობრივად პაკროვსკის გარნიზონი და დიდი ქალაქია ეს და დიდი გარნიზონია მომარაგების გარეშე რჩება რა. ამ ხელა მასას ჯარისას ასფალტირებული გზების გარეშე ვერ მოამარაგებ რა, უამრავი ტყვია წამალი ჭირდებათ, საკვები, საბრძოლო მასალები, იქ რეზერვების შეყვანა, დაჭრილების ევაკუაცია. მოკლედ ამ ტრასის გადაჭრა უკვე პაკროვსკის ბედის გადამწყვეტი იქნება ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი, როგორც ექსპერტები იძახიან,
ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მოკლედ ყველანაირად ცდილობენ უკრაინელები რომ ეს კოტლინო როგორმე დაიბრუნონ მთლიანად და აღადგინონ აქ კონტროლი და არ დაუშვან რუსეთის არმიის გარღვევა ამ ტრასისკენ. როგორც იძახიან სტრატეგიული რეზერვებიც კი ჩართეს ბრძოლაში. მესამე მნიშვნელოვანი ლოკაცია არის ჩასოვი არის. ანუ მოკლედ აქაც ძიმეთ არის უკრაინელთა საქმე. უკრაინელებიც აღიარებენ, რომ ქალაქის 70% რუსების კონტროლის ქვეშ არის. ხოდა ნუ სავარაუდოდ ფორტეცია ჩასოვი არის სრულდება რა. ხო. რაღაც წინსვლები აქვს რუსებს კუპიანსკის მიმართულებითაც. აი სადღაც აქ არის სოფელი ზელიონი გაი. ხოდა იმ სოფლისკენ მიიწევენ. აი ზელიონი გაი. ხოდა სავარაუდოდ მე აქეთ ბარავაია სოფელი აქეთ უნდათ გასვლა და ჩრდილოეთით რაც არის უკრაინული დაჯგუფებები ამათი ალყაში მოქცევა. ხო, კურსკის მიმართულებაზე რა მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ყოფილა. ძირითადად დრონებით მიდის ომი, დაზვერვა მოწინააღმდეგის პოზიციების ან ჯავშან ტექნიკის გადაადგილების აღმოჩენა, მერე შეტევა დრონებით. ხო, რუსები ავიაციითაც უბრახუნებენ ეს ერთ-ერთ სოფელში, რომელიც უკრაინელებს დაკავებული 3000 კილოგრამიანი ბომბიც კი ჩამოაგდეს. ხო, ეს არის მდგომარეობა ამ მომენტისთვის. ხო, ბრძოლები მიდის, საკმაოდ სისხლისმღვრელი, ინიციატივა რუსების ხელშია. ხო, და რაღაცა ამ ყველაფრის შეცვლის პერსპექტივებიც არ ჩანს.